25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა. Ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ისტორიკოს გია ხელაშვილის განმარტებით 1921 წლის ამ დღეს თბილისში მე-11 წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რომლებმაც დედაქალაქის ყველა მნიშვნელოვანი სიმაღლე და სამიზნე წერტილები დაიკავეს. ქვეყანაში ხუთკვირიანი უთანასწორო საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა მოყვა. საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება მოყვა. უშეღავათო ბრძოლებისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველომ ვერ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რა შეგვიძლია ვთქვათ? 25 თებერვალი ცნობილი თარიღი, გასაბჭოების დღე ცნობილი, რეალურად საქართველოს თითქმის სამწლიანი დამოუკიდებლობის დაკარგვის დღე არის ოფიციალურად, რაც მაშინ მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს. აქ მნიშვნელობა შემდეგშია, ასე არ იმაჩნია სწორი ფორმულირება, როცა პირდაპირ კონკრეტიკა ხდება ასეთი, რომ საქართველოს თავს მაშინ დაესხა რუსეთი. საქართველოს თავს დაესხა საბჭოთა რუსეთი. აი ამ ორ რამეში არის სერიოზული სხვაობა. ეს საბჭოთა კავშირი შემდგომში ეს იდეოლოგიური წარმონაქმნი იყო. პირდაპირ გაგებით ვერ ვიტყვით, რომ ის იყო წმინდა რუსული. საერთოდ კი ერთი რაღაც მოვლენას ჰქონდა მაშინ ადგილი. საქართველოში ბევრმა იცის და ბევრმაც არ იცის, რომ ბრიტანული ჯარების ნაწილი იმყოფებოდა, ხო? საკონსულო იყო თბილისში და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერს წინ საკმაოდ საინტერესო მოვლენა უძღოდა. ბრიტანელებმა დატოვეს საქართველო. რა თქმა უნდა, არ ყოფილა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების თხოვნა ამაზე რომ დატოვეთ. არ ყოფილა. ისინი გაურიგდნენ მაშინ საბჭოთა რუსეთს, აი სწორედ ვლადიმერ ლენინის ხელისუფლებას, რუსეთ-ბრიტანეთის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის გამო. საიდუმლოდ, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის მერე კი ცნობილი იყო ეს ყველაფერი და პრაქტიკულად საქართველოს დარჩა ერთ-ერთზე უზარმაზარი სახელმწიფოს პირისპირ. აი მანამდე უკვე იცით, რომ მათ გაასაბჭოვეს აზერბაიჯანი და სომხეთი, პრაქტიკულად ჩებოდა საქართველოს და დროის საქმე იყო ბატონოგელა საქართველოს გასაბჭოება. აი თქმა იმისი, რომ ჩვენ საკუთარი ძალებით ამის თავიდან აცილება შეგვეძლო, არ ვარ თან ახლა შეგვეძლო. არანაირად. საქართველოში კი რა მოხდა, სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა. ამას მოგვიანებით მოყვა ეს 1924 წლის ცნობილი აჯანყება, რომელიც პრაქტიკულად იყო კი გმირობა, კი ცდელობა, მაგრამ მას იმთავითვე არ ეწერა. რა თქმა უნდა, წარმატება, თუნდაც იმიტომ, რომ გარედან არავინ დაგეხმარებოდა და უზარმაზარი სახელმწიფოს დამარცხება და აქედან გარდევნა, საერთოდ ეხლა დღევანდელი გადასახადი და ყველაფერი კარგად წარმოუდგენელი იყო რა. აი ასეთი რამ. ფაქტურად შეიძლება ვთქვათ, რომ მაშინ ძალიან მძიმე მსხვერპლი გავიგეთ, რომელიც შეიძლებოდა არ გაგვეღოდა ამას მასობრივი რეპრესიები მოყვა შემდეგ. რეჟიმია, როცა ეძახი რეჟიმს, რეჟიმი მოიქცევა ისე, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლეს, ხო? აი ახლა როცა საუბრები მიდის ხოლმე, მაგალითად, რომ ასეთი იყო საბჭოთა რეჟიმი, ისეთი იყო კი ბატონო, ასეთი იყო, მაგრამ იქნებ დამისახელოს, თუნდაც ერთი მასზე უკეთესი რეჟიმი მაშინდელ ევროპაში.